7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურების პროგრამა გულისხმობს რთული ქცევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას და მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ოჯახის მხარდაჭერას. შვიდიდან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურების პროგრამით სარგებლობა შეუძლია ბავშვს, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისი სამედიცინო ფორმით უდასტურდება სხვა ადამიანის მუდმივი დახმარების საჭიროება. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სირთულეები აქვს სკოლაში ან დღის ცენტრში მომსახურების მიღებისას. პროგრამაში ჩასართავად საჭიროა განცხადება დაწეროთ თქვენს მუნიციპალიტეტში მდებარე მეურვეობა მზრუნველობის სააგენტოში და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტი. ბავშვის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ასლი, სამედიცინო ფორმა 52, სადაც დასტურდება სხვა ადამიანის მუდმივი დახმარების საჭიროება, სამედიცინო ფორმა 100, სადაც მითითებულია ბავშვის ერთჯერადი შემწევის საფანების საჭიროება, რაც დასტურდება შესაბამისი დიაგნოზით. პროგრამა მოიცავს ბავშვის სახლის პირობებში ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებას სხვადასხვა სპეციალისტის მიერ, რომლის განხორციელება ხდება ინდივიდუალური მზრუნველის მხარდაჭერით. ინდივიდუალური გეგმა მოიცავს რთული ქცევის მართვას, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებას, ზეპირსიტყვიერი ან ალტერნატიული კომუნიკაციის ფორმის ხელშეწყობას, საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ერთჯერადი შემწევის საფენებით მომარაგებას და ასევე ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერას. თქვენს რეგიონში არსებული 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურების პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ბავშვთა დახმარების ცხელხაზზე 111, ეწვიეთ ვებგვერდს შეაღეთ წერტილი G, მიმართეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გისურვებთ წარმატებებს.